ყაზახური Freedom Holding-ი საქართველოში შემოსვლით დაინტერესებულია, თუმცა როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამბობს, ჯერ ოფიციალური განაცხადი სეფში არ წარუდგენიათ. კომპანიის წარმომადგენლებმა შეხვედრა ქართულ დელეგაციასთან ვაშინგტონშიც გამართეს. ყაზახეთის რესპუბლიკის ფინანსური ბაზრების რეგულირების და განვითარების სააგენტომ მილიარდელ ტიმურ ტურლოვის Freedom Bank-ს საქართველოში შვილობილი ბანკის დაარსების უფლება გასული წლის დეკემბერში მისცა. ბანკის წარმომადგენლების იმ დროს გაკეთებული განცხადებების მიხედვით საქართველოში სააქციო საზოგადოების დაფუძნებას და საბანკო ლიცენზიის მიღებას გეგმავდნენ. Freedom Bank-ი საქართველოში ახალი ტიპის ციფრული ბანკი იქნება. ფორმალურად ჯერჯერობით განაცხადი შემოტანილი არ არის, მაგრამ მათ შექმნეს სამუშაო ჯგუფი, რომელიც კონტაქტში არის ეროვნული ბანკის შესაბამის დეპარტამენტებთან და ამზადებენ განაცხადს. სანამ არ იქნება საბოლოოდ შემოტანილი, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ეს აუცილებლად შედგება, მაგრამ დიდი იმედი გვაქვს, იმიტომ რომ მათ უკვე საკუთარი რეგულატორისგან თავის ქვეყანაში მიიღეს ამაზე თანხმობა. იმედი გვაქვს, რომ კიდევ ერთი უცხოური ბანკი, რეგიონალური ბანკი გაჩნდება ჩვენთან. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ინფორმაციით, პირველი გარიგებები ჩინეთის სახელმწიფო ობლიგაციების ყიდვის და შესაბამისად სავალუტო რეზერვების ნაწილის ჩინურ იუანში განთავსების მიმართულებით უკვე განხორციელდა. როგორც BMG-ს ნათია თურნავამ განუცხადა, ამ დროისათვის ჩინურ იუანში სავალუტო რეზერვებიდან დაახლოებით $100 მილიონი განთავსებული. მისი თქმით, ჩინური სახელმწიფო ობლიგაციების ინსტრუმენტების საშუალებით ეტაპობრივად ამ მოცულობის გაზრდა $300 მილიონამდე, ანუ რეზერვების მთლიანი მოცულობის 5%-მდე მოხდება. ჩვენ კომიტეტის გადაწყვეტილებით განსაზღვრეთ ზედაზღვარი, ეს არის ჩვენი რეზერვების მთლიანი მოცულობის მაქსიმუმ 5%, დაახლოებით $300 მილიონზე არის საუბარი, რომელიც ასე ვთქვათ, უნდა გადაკონვერტირდეს იუანში და ჩვენ ეროვნულ ბანკმა მივიღეთ თანხმობა ჩინურ მხარისგან, რომ ჩვენ შევძლებთ ამის დაბანდებას მათ სახელმწიფო ობლიგაციებში, რომელიც არის ძალიან ასე ვთქვათ, მოთხოვნადი ფინანსური ინსტრუმენტი და არც თუ ისე ბევრ ინსტიტუციურ ინვესტორს ცენტრალურ ბანკს აქვს შესაძლებლობა, რომ ის შეიძინოს, არადა მოთხოვნა ძალიან მაღალია. ჩვენ დავიწყეთ უკვე, ეს მოხდება ეტაპობრივად, იმიტომ რომ ჩვენთვის ახლა ეს თანხა არ არის დიდი მთლიანად რეზერვებთან შედარებით, მაგრამ ჩვენთვის ეს არის კარგი შესაძლებლობა, რომ ვისწავლოთ ამ ბაზარზე ვაჭრობა და ამას ვაკეთებთ ეტაპობრივად. ამ ეტაპზე უფრო მსხვილი თანხის დაბანდების ასე ვთქვათ, შესაძლებლობა არ გვაქვს. იმიტომ რომ ჩვენი რეზერვების სავალუტო კომპოზიცია უნდა არსებითად იმეორებდეს სახელმწიფოს საგარეო ვალის სავალუტო კომპოზიციას. სახელმწიფო საგარეო ვალი არის ძირითადად დოლარში და ევროში დენომინირებული, ამიტომ ჩვენც მხოლოდ 5%-ით ვიფარგლებით, მაგრამ კარგი გამოცდილებაა ჩვენთვის. ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის აზრით, საქართველოში საინტერესო პროექტები ვერ ხორციელდება და ამის მიზეზი კაპიტალის დეფიციტია. რეალურად კრედიტის ეკონომიკით ვცხოვრობ. ასე უპასუხა მან BMG-ს კითხვას, რომელიც საქართველოს საინვესტიციო კლიმატის ძლიერ და სუსტ მხარეებს შეეხებოდა. ბიზნესმენის შეფასებით, გამოწვევაა, რომ საქართველოში მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელება ბანკების კრედიტის გარეშე ფაქტობრივად შეუძლებელია. ამასთან რუხაძე ამბობს, რომ Liberty ბანკის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხის ინვესტირებას ისევ საქართველოში გეგმავენ და ამ კუთხით რამდენიმე საინტერესო პროექტს ავითარებენ. მე მიმაჩნია, რომ საქართველოში ყველა საინტერესო პროექტები არ კეთდება და ეს ახლა სისუსტეა თუ სიძლიერია იმხრივ, რომ ეს გაკეთებადია და ამიტომ ძალიან საინტერესო უნდა იყოს ბევრი ხალხისთვის საქართველოს შექმნას, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს კაპიტალი, რომელიც გვაძლევს საშუალებას რეალურად დიდი პროექტების კეთების. საქართველოს ჩვენი ფულით ამას ვაწედებთ რაღაცებს, ბანკები მე გვაძლევენ სესხებს და რეალურად კრედიტის ეკონომიკით ცხოვრობთ. ხო, ჩვენ ჰაიდელბერგ ცემენტი ვიყიდეთ, ჩვენ რა ფული ჩავდე და ბანკებმა ჩავდეს, მე მგონი 2 თუ 3 მეტი იმაზე, რაც ჩვენ დავაბანეთ. ამიტომ ჩვენ ვარ ძალიან მიბოლი ამ კრედიტებს და ახლა ჩვენი პატარა კაპიტალით ვერ ვაკეთებთ იმ ძალიან საინტერესო დიდ ბიზნესებს. ამიტომ საქართველოში არის ძალიან დიდი შესაძლებლობა, რომ გაინვესტორი შემოვიდეს, ძალიან საინტერესო დარგები არ არის განვითარებული, მაგრამ განვითარდება. ოპტიმიზაციის ფარგლებში სახელმწიფო ელექტროსისტემიდან 167 დასაქმებული გათავისუფლდა. კომპანიის ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2024-25 წლებს მოიცავს, აღნიშნულია, რომ 2025 წლის 1 ივლისს კომპანიაში დასრულდა კადრების ოპტიმიზაციის პროცესი, რომელიც თვეზე მეტხანს გრძელდებოდა. ოპტიმიზაციის დაწყების დროისთვის კომპანიაში არსებობდა 2055 საშტატო ერთეული, საიდანაც უშუალოდ დასაქმებულთა ჯამური რაოდენობა 1793 ერთეულს შეადგენდა. ოპტიმიზაციის
შედეგად საშტატო ერთეული 1744-მდე, უშუალოდ დასაქმებულთა რაოდენობა 1616-მდე შემცირდა. ამავდროულად შეიქმნა ახალი სტრუქტურული ვერტიკალი და ამგზით 40%-ზე მეტი შემცირდა მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებულთა რაოდენობა. ანგარიში წერია, რომ სახელფასო და მომსახურების ხარჯების შემცირებით ჯამში კომპანიის დანაზოგმა 12 მილიონი ლარი შეადგინა. გაუქმდა 80 მილიონი ლარის არამიზნობრივი შესყიდვის მოთხოვნაც და ეს სახსრები სრულად მოხმარდება ენერგეტიკის და კომპანიის განვითარებას. თებერვალში კლების შემდეგ საბალანსო ელექტროენერგიის ფასი მარტში ისევ გაიზარდა. 2026 წლის მარტის თვეში ესკომ 444 მილიონი კილოვატ-საათი საბალანსო ელექტროენერგია 2026 წლის მარტის თვეში ესკომ 444,4 მილიონი კილოვატ-საათი საბალანსო ელექტროენერგიით ივაჭრა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 34% წარმოადგენდა. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ კი 68,3 მილიონ ლარს გადააჭარბა. ანუ მარტში 1 კილოვატ-საათი საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო ფასი 15,4 თეთრი იყო. თებერვალში არსებული 14,9 თეთრის შემდეგ, თუმცა წლიურად მაინც კლება. შარშან მარტში საბალანსო ელექტროენერგიის ფასი 1 კილოვატ-საათზე 16,7 თეთრს აღემატებოდა. საბალანსო ელექტროენერგიის მთლიან მოცულობაში ჰიდროელექტროსადგურების წილი დაახლოებით 33% იყო. ქარის სადგურების 3,2%, თბოსადგურების 40%, მზის ელექტროსადგურების 0,2%, ხოლო იმპორტის წილი დაახლოებით 24% შეადგენდა. პანდემიის შემდეგ პირველად საქართველოს ელექტროენერგიის მოხმარებაში დისბალანსის შევსება თურქეთიდან იმპორტით სჭირდება. დეკემბერში საქართველოს მეზობელი ქვეყნიდან 40,9 მილიონი კილოვატ-საათი ელექტროენერგია შეიძინა. იანვარში იმპორტმა 119 მილიონი კილოვატ-საათი შეადგინა. მარტში კი 58 მილიონი კილოვატ-საათი. იმპორტის საჭიროება როგორც ჩანს აპრილშიც გაჩნდა. ოპერატიული მონაცემები აჩვენებს, რომ 16-17 აპრილს 250-300 მეგავატის გადმოდინება ხდება. მონაცემები აჩვენებს იმასაც, რომ თურქეთიდან ელექტროენერგიის შეძენა გაცილებით ძვირი 1 კილოვატ-საათზე 8,9 ცენტი გვიჯდება. საინვესტიციო ბანკ გალთენ თაგართის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსი მარიამ ჩახვაშვილი ამბობს, რომ დეფიციტის დროს თურქეთზე არჩევანი ფასის და ტექნიკური პირობებიდან გამომდინარე მოხდა. იმპორტის გეოგრაფიაში შეცვლილი ვითარება სავარაუდოდ აზერბაიჯანის მიერ გაზის ექსპორტის გაზრდას უკავშირდება. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აზერბაიჯანისთვის უფრო მომგებიანი იყო ევროკავშირში გაზის გატანა და არა ამ გაზით ელექტროენერგიის წარმოება და მისი ექსპორტი, ამბობს ჩახვაშვილი. მეზობელ სახელმწიფოებისთვის კითხვა კონტრაქტის მიხედვით და ასე შემდეგ ვინ რა ფასად და გრაფიკით მოგაწოდოს და როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, აზერბაიჯანიდან არ განხორციელდა იანვარში იმპორტი და განხორციელდა თურქეთიდან სუფთა ტექნიკურ კომერციული მიზეზებიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ თურქეთიდან ძვირიანი ელექტროენერგია და თებერვალს და იანვარს შევადარებთ ფასებით და ხვდებით, რომ ცოტა უფრო ძვირი არის, თუმცა ფაქტი არის, რომ იანვარში აზერბაიჯანთან შედარებით თურქეთი გადაწყდა. კიდევ ერთი ფაქტორი იყო ის, რომ თვითონ აზერბაიჯანიდან, რომელიც ელექტროენერგიას აწარმოებს გაზიდან, მათ გაზის ექსპორტი გაზარდეს ევროკავშირის მიმართულებით. აქაც იმიტომ, რომ ევროკავშირში ცივი ზამთარი იყო და მაღალი მოთხოვნა. ამიტომ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აზერბაიჯანისთვისაც უფრო მომგებიანი იყო ეს გაზი გაეტანა გაზის სახით ევროკავშირის მიმართულებით და ნაკლებად გადაეთარგმნა ელექტროენერგიაში და ისე მოეწოდებოდა. ამიტომ ეს მოცემულობა დაჯდა. საქართველოში ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის დეფიციტის შევსებისთვის საცავიანი ჰესების და ქარის სადგურების განვითარების აუცილებლობაზე საუბრობს გალთენ თაგართის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსი. მარიამ ჩახვაშვილი აღნიშნავს, რომ მხოლოდ მოდინებაზე არსებული ჰესები და მზის სადგურები ზამთრის გაზრდილ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. ამასთან მისი განმარტებით, ენგურხესი ერთადერთი სეზონური სადგურია, თუმცა მისი რესურსი ხშირად სხვა თვეებში დეფიციტის დასაფარად იხარჯება. მისივე თქმით, ბოლო პერიოდში პროექტების დაჩქარების კუთხით აქტიურობა შეინიშნება. მათ შორის სახელმწიფო მუშაობს სექტორის განვითარების 10 წლიან გეგმაზე და აშკარად გამოიხატება, რომ პრიორიტეტია ისეთი ჰიდროელექტროსადგურები, რომლებიც სისტემას მიეხმარება. ჩანს, რომ მუშაობა დაწყებულია მსხვილი პროექტების განხორციელების ხელშესაწყობად, მიიჩნევს ჩახვაშვილი. ზამთრის დეფიციტის შესაძლებლობა შეუძლიათ მხოლოდ
რეგულირებულ ჰიდროსადგურებს, ანუ რომელსაც აქვს რაღაც რეზერვუარი მაინც იმისთვის, რომ სეზონურად დააგროვოს და უკეთესი ეფექტურად იმუშაოს ზამთარში. აქვს ქარის სადგურებს, რომლებიც თავის გენერაციის უფრო მეტ პროცენტს გვაძლევენ აი ამ ზამთრის თვეებში და შედარებით ნაკლებად მოდინებაზე ჰიდროს და მზის სადგურებს. ამიტომ ქვეყნის აქცენტირებაც სწორედ აქეთ უნდა იყოს პირველ რიგში. მსხვილის ჰიდროსადგურები, თუმცა ამას ბევრი დრო უნდა, ეს 3-4 წელიწადში არ გაკეთდება. ამიტომ იქამდე უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი ქარი და ისეთი ჰიდრო, რომელიც ქარის სისტემაში მიღებას გაამარტივებს. რაღაცები ჟღერდება ხოლმე პერიოდულად, რაც ნიშნავს, რომ სულ ნაფიქრი აქვს სახელმწიფოს როგორ გეგმავს ამ ყველაფრის განხორციელებას. სავარაუდოდ დრო დაჭირდება იმას, რომ ჩარჩო ჩამოყალიბდეს და გადაწყვეტილება იქნეს მიღებული ვინ რა კონტრიბუციით და როგორ მიდის, თუმცა მნიშვნელობა ცალსახად დაწყებულია. სამშენებლო მასალები ძვირდება. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე ინფრასტრუქტურის მშენებლები ამბობენ, რომ მშენებლობისთვის აუცილებელი თითქმის ყველა კომპონენტის ფასი გაიზარდა. სამშენებლო მასალების ექსპოზე ბიზნესის წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ ყველაზე დიდი დარტყმა სექტორისთვის საწვავის გაძვირებაა. პირველ რიგში რაზეც აისახა, ეს არის საწვავის ფასი, რომ გაიზარდა, შესაბამისად ისეთ პროექტებს, სადაც ძირითადად საწვავი გამოიყენება და ეს არის მაგალითად ჩვენ შემთხვევაში წყალმომარაგების პროექტები, მაგალითად გზების შემთხვევაში, საგზაო კომპანიების შემთხვევაში გზის პროექტები, გარდა ამისა ტრანსპორტირება ძვირდება პირველ რიგში მინიმუმ 30-40%-ით გაძვირდა მშენებლობისთვის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი არის საწვავი. ასევე მოგეხსენებათ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გზის მშენებლობაში ერთ-ერთი არის ბიტუმი, რაც 120 წლის გამოიყენება, მის ფასიც კიდევ გაძვირდა 30%. რაც ნიშნავს, რომ საბოლოო ჯამში პროექტის ღირებულება დადგაც 15-20%-ით მაინც გაძვირდება. 17 აპრილს ვიდრე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ცეცხლის შეწყვეტის პირობებში ჰორმუზის სრუტის გახსნაზე განაცხადებდა, ბრენტის ფასი $98 მიდამოებში დაფიქსირდა. ლების ტენდენციის და მოკლევადიან პერიოდში სრუტის ამოქმედების გათვალისწინებით ფასის შემცირება კიდევ მოსალოდნელია, თუმცა წლიურ ჭრილში ნავთობი მინიმუმ 50%-ით მაინც არის გაძვირებული. გაძვირებული ლოგისტიკა კი პროდუქციას ღირებულებას უზრდის. კომპანია ბრავიტონის წარმომადგენლის თქმით, ფასები პროდუქციაზე 20-25%-ით არის მომატებული. ჩვენი პროდუქცია საკმაოდ სენსიტიურია მსგავსი ცვლილებების, ომების მხრივ, რადგან ნედლეული პირდაპირ აისახებია სამშენებლო რკინაზე, ასევე ლოგისტიკურად ძალიან გვიძვირდება ტრანსპორტირება. ეს აისახა ფასებზე ტრანსპორტირების მხრივ, ასევე მაგალითად რიგი ქვეყნებისა, როგორიცაა ირანი, მაგალითად საერთოდ დაიკეტა ამ კუთხით, ასე რომ საკმაოდ სირთულეები შექმნა, ბაზარზე ფასები წამოიწია, მაგრამ ვცდილობთ რა თქმა უნდა გავუმკლავდეთ ამ ყველაფერს. 20-25%-ით ჩამოსული პროდუქცია უკვე გაძვირდება. ფასები იცვლება გათბობა გაგრილების სისტემებზეც. აქაც მთავარი გამოწვევა ლოგისტიკური ჯაჭვების ცვლილება და საწვავის გაძვირება. კომპანია თერმოინდუსტრიაში აცხადებენ, რომ თუ პროცესები არ დასტაბილურდება, მომწოდებლები ფასების ზრდას არ გამორიცხავენ. გამომდინარე იქიდან, რომ გათბობა გაგრილების სისტემაში წამყვანი კომპონენტი არის უფრო პლასმასი, წარმოება ხდება ნავთობის მხრიდან და ეს საბოლოო მიდის ნავთობის გარშემო, საბოლოო ჯამში ყველაფერი გვიძვირდება. როგორც ჩვენ საერთაშორისო მომწოდებლებისგან გვაქვს ინფორმაცია, თუ არსებული სიტუაცია დროულად არ გამოსწორდა, ვარაუდობენ დაახლოებით 10-დან 18%-მდე პროდუქციის გაძვირებას. და გამომდინარე საბოლოო ჯამში ჩვენზეც აისახება ეს გლობალური გეოპოლიტიკური მდგომარეობა. კერძო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ კომპანიების ნაწილმა არსებულ გამოწვევებთან გამკლავება მარაგების ხარჯზე შეძლო. მათივე თქმით, თუ კონფლიქტი გაგრძელდება, ბიზნესი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდება. მათი შეფასებით, ომის ეფექტი მოკლევადიანი არ იქნება და მისი დასრულების შემთხვევაშიც გლობალურად მიწოდების ჯაჭვების დასტაბილურებას დრო დასჭირდება. საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორი ქვეყანა არის. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს. ეს შეიძლება იყოს მოკლევადაში რაღაც სპეკულაციური, თუმცა თუ ეს კონფლიქტი დროში არ დარეგულირდა, ამას გრძელვადიანი ინფლაციური ეფექტი ექნება. ირანიდან შემოდიოდა გარკვეული მასალები, არა იმ მოცულობით, რომ მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს, თუმცა ვხედავთ იგივე ჩინეთის ლოჯისტიკური ნაწილი შეიძლება შეიცვალოს და ამან ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს. შეიძლება დღეს ესე მძაფრად ვერ აღვქვათ, მაგრამ შემდეგ თვეებში ეს კონფლიქტი კიდევ უფრო ღრმა გახდა და გაგრძელდა, ცალსახად უარყოფითად აისახება. უახლოესი 1-2 წელი მე ესე ვარაუდობ, საკმაოდ მაღალი საწვავის პირობებში მოგვიწევს ყოფნა და შესაბამისად ლოჯისტიკური ნაწილი, ეს არის იმპორტის
შემოტანა, ეს არის სამშენებლო სამუშაოების განხორციელება და შემდეგ აქ შეიძლება ვერ ქონდეს სულთლად პოზიტიური პროგნოზი. საწვავისა და სამშენებლო მასალების მკვეთრი გაძვირების გამო მთავრობა ინფრასტრუქტურული პროექტების სახელმწიფო ტენდერებში ფასების ინდექსაციის მექანიზმს დააბრუნებს. ბიზნესის შეფასებით, სახელმწიფო ტენდერებში ამჯერად ინდექსაცია არა როგორც ერთჯერადი, არამედ როგორც სავალდებულო პუნქტი გაჩნდება, რაც სექტორს სამშენებლო კომპონენტების გაძვირებით წარმოქმნილი ხარჯებისგან დაასხობს. ექსპო ჯორჯიაში სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენა კავკასუსბილ 2026 გაიხსნა. გამოფენა, რომელსაც 30 წლიანი ისტორია აქვს, წელს უპრეცედენტო მასშტაბით ტარდება. თამაში წარმოდგენილი კომპანიების დიდი ნაწილი ღონისძიებაში პირველად მონაწილეობს. დამთვალიერებლებს 2 დღის განმავლობაში ადგილზე დახვდებათ პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტი, მათ შორის სამშენებლო და სარემონტო მასალები, სამშენებლო ტექნიკა და დანადგარები, ელექტრო და საინჟინრო სისტემები და სხვა უამრავი ინოვაციური პროდუქტი. ჩვენ წარმოდგენილები ვართ თერმოინდუსტრიით, რომელიც საქმიანობს გათბა-გაგრილების ბაზარზე. წარმოდგენილები ვართ იტალიური, გერმანული და თურქული ბრენდებით, წამყვანი ბრენდებთან გვაქვს თანამშრომლობა და მოხმარებელს თავაზობთ ინოვაციურ, თანამედროვე და ხარისხიანი პროდუქციის მოგვარებას თავის გათბა-გაგრილების სისტემებში. წელს პირველად არ ვიღებთ მონაწილეობას, უკვე რამდენიმე წელი აქტიურად თანამშრომლობთ, ესე ვთქვათ. წარმოდგენილი გვაქვს იტონგის გერმანული ბრენდის ენერგოეფექტური ბლოკი. ასევე წარმოდგენილი გვაქვს სიახლე, გვაქვს დეკორატიული ფილების წარმოება დავიწყეთ და ისიც წარმოდგენილი გვაქვს და ასევე დამხმარე მასალები, როგორიცაა წებოცემენტი, ხელსაწყოები იტონგის. ჩვენ წარმოვადგენთ კომპანია Bravitons, ეს არის სამშენებლო მასალების კომპანია. 27 წელია უკვე საქართველოს ბაზარზე ვოპერირებთ და წარმატებით ისე სიამაყე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთ-ერთი ლიდერი კომპანია ვართ სამშენებლო მეტალის კუთხით. დღეს სწორედ სამშენებლო მეტალი წარმოადგენთ, რადგან გვინდა გაფართოება აღმოსავლეთ საქართველოში, ასევე შემოვიტანეთ ამერიკული ბრენდი აბრაზიული დისკების ნორტონის სახით, რომელიც ევროპაში და მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ლიდერია. პირველად ვღებულობ ჩვენ მონაწილეობას ახლა გამოფენაზე. გამოვიტანეთ ჩვენი წარმოებული პროდუქცია, რომელიც დამზადებული არის ესპანეთიდან ჩამოტანილი დანადგარებით. ეს არის ესპანური ხარისხი. ესპანეთში აწარმოებენ იდენტურ აგურს, უშვებენ კერამიკულ ბლოკს და ჩვენ ეს ტრადიცია გადმოვიტანეთ სოფელ მეტეხში, კასპიის რაიონში. ვაწარმოებთ თოეფექტურ ბლოკებს. მოხარულები ვართ, რომ ვიღებთ სამშენებლო მასალების გამოფენაში მონაწილეობას. ჩვენი კომპანია 20 წელზე მეტია მუშაობს ჩინურ ბაზარზე. გასულ წელს ფილიალი გავხსენით საქართველოში. გვაქვს სურვილი ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ ქართულ ბაზარს და ადგილობრივად დავნერგოთ ჩინეთში უკვე კარგად ნაცადი ტექნოლოგიები. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგრორეფორმას აანონსებს, უწყება აცხადებს, რომ მიზანი ექსპორტის პოზიციებისა და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების გაძლიერება. მოსალოდნელი რეფორმები დარგობრივ ასოციაციებს სამინისტროში გააცნეს, სადაც აცხადებენ, რომ ცვლილებებით სფერო განვითარების ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეს. უმზადდა ნიადაგი იმისთვის, რომ გადასულიყო სფერო განვითარების ახალ ეტაპზე. ჩვენი დღევანდელი შეხვედრა ასოციაციებთან სამუშაო ფორმატში სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ძველი გამოცდილება გამოვიყენოთ იმისთვის, რომ გადავიდეთ თვისობრივად ახალ ეტაპზე, რაც გულისხმობს ექსპორტის პოზიციების გაძლიერებას და ასევე ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებაში წვლილი შეტანას. ამ ამოცანების მისაღწევად ძალიან მნიშვნელოვანია რამდენიმე მოდიფიკაცია, რომელსაც ახალი პროგრამის მეშვეობით გვეგნავთ. შეხვედრა ასოციაციებთან დახურულ კარს მიღმა გაიმართა, თუმცა კერძო სექტორის წარმომადგენლების ინფორმაციით სახელმწიფო დაფინანსების სქემების გამარტივებას, მონიტორინგის გაძლიერებას და პროგრამების ერთიან ჩარჩოში მოქცევას გეკმავს. ძირითადი სიახლე თანა დაფინანსების წესს ეხება. აგროპროექტების უმეტესობა 50-50-ზე პრინციპით დაფინანსდება. მხარდაჭერის პროგრამებისთვის კი ჯამში 300 მილიონი ლარია გათვალისწინებული. მე რაც დავინახე ის იყო, რომ დაიხვეწება დაფინანსების სიჩქარე, ასე ვთქვათ, უფრო სწრაფად მოხდება დაფინანსება პროექტის დამტკიცების შემთხვევაში და რაც თავარია სახელმწიფოს კუთხიდან არის უფრო მნიშვნელოვნად წარმოდგენილი ამ პროექტში, რომ მონიტორინგი, ანუ განხორციელდეს ხარჯვის სისწორე და მიზნობრიობა. ყველაზე მთავარი რაც გავიგეთ, ეს არის, რომ მთელ დარგში, ასე ვთქვათ, გამოყოფილი არის მთლიანად სახელმწიფოს მიერ 300 მილიონი ლარის ფარგლებში. ასოციაციები ყოველთვის მოხარული ვართ და მზად ვართ, რომ ხელისუფლებასთან, დარგობრივ სამინისტროებთან ძალიან მჭიდრო კომუნიკაციაში ვიყოთ და ეს ინიციატივები, რომლებიც დარგისაცაც ხელშეწყობაში ეხება, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ეტაპზე ჩვენთვის გაეზიარებინათ ის ინფორმაცია, რაც დაგეგმილია და ის ინიციატივები, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს.
აგრორეფორმის ფარგლებში დაგეგმილი ცვლილებები სექტორულად სხვადასხვაგვარად ფასდება, თუმცა დაანონსებულ რეფორმას ყველაზე დადებითად რძეს სექტორი აფასებს. მერძევეთა ასოციაციის ინფორმაციით შეხვედრაზე ითქვა, რომ სამინისტრო მეცხოველეობის სექტორისთვის ახალ მასშტაბურ რეფორმას ამზადებს, რომელიც დარგში არსებული კრიზისული ვითარების გამოსწორებას და იმპორტირებული პროდუქციის ადგილობრივით ჩანაცვლებას ისახავს მიზნად. ასოციაციის ხელმძღვანელის განმარტებით სახელმწიფო გეგმავს ფერმების გაშენება და მაღალ პროდუქტიული პირუტყვის შემოყვანა 50-50-ზე მოდელით დააფინანსოს, საიდანაც 50% გრანტი, ხოლო მეორე ნახევარი IAF-ის ესხი იქნება. ეს კი როგორც ასოციაცია განმარტავს, როგორც მერძეულ, ასევე მეხორცულ მიმართულებასაც დაეხმარება. ეს იქნება უპრეცედენტო, ასე ვთქვათ, შემოთავაზება და გადაწყვეტილება, რის შედეგადაც ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით დაიწყოს აღმასვლა და ელელა აგრესი პოტენციალის ნამდვილად გააჩნია ჩვენ ქვეყანას ერთ ათეულ წელიწადში მაინც 100%-ით გადავხაროთ ნედლბრძით ჩვენი ბაზარი და გავიტანოთ ექსპორტზეც. მაგალითად, ბევრი ფერმერი აპირებს ხორცის დეფიციტიდან გამომდინარე, რომ მერძეული ხორცული მიმართულებით განვითარდეს, ეჯიშები შემოიყვანოთ და ძალიან კარგი იქნება როგორც დარგისთვის, ისევე სასურსათო უსაფრთხოებისთვის. სავარაუდოდ 50-50-ზე დაფინანსების სქემა გავრცელდება ჩაის სექტორზეც, თუმცა როგორც დარგში აცხადებენ, სექტორისთვის დაფინანსების ეს მოდელი შესაძლოა დამამძიმებელი აღმოჩნდეს. ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია განმარტავს, რომ აქამდე ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამაში სახელმწიფოს დაფინანსების წილი 90%-ს აღწევდა. ახალი მოდელით კი 50%-იან თანადაფინანსებაში შესვლა ბენეფიციარებს გაუჭირდებათ. 50-50-ზე ზუსტად ეს დარჩება თუ არა ჩაის დარგშიც, ეგ ჯერჯერობით არ არის ცნობილი. ისედაც ჩაის პროგრამის, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციაში იყო სხვადასხვა დიფერენცირებულად კოოპერატივებზე, კერძო საკუთრებაზე და სახელმწიფო საკუთრების პლანტაციებზე იყო 80-20-ზე, 70-30-ზე და 60-40-ზე. ცოტა ეს დარგი გაჭირებაშია და 50-50-ზე, რა ვიცი, რომელი ბენეფიციარი შეძლებს ვერ გეტყვით, გაუჭირდებათ. ჩაის მწარმოებელთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ დარგის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქართული ჩაის ცნობადობის გაზრდა და ახალი ბაზრების ათვისებაა. ამიტომ ასოციაციამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩაის მიმართულების განვითარების საკუთარი კონცეფცია წარუდგინა, რომელიც აქცენტს არა მხოლოდ პლანტაციების აღდგენაზე, არამედ გაყიდვების სტიმულირებაზეც აკეთებს. ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა გაგრძელდება ოღონდ შეზღუდული მოცულობით, იმიტომ რომ გვინდა რომ ეს თანხა რაც ამ პროექტში იყოს გადანაწილდეს უფრო მარკეტინგის და ჩაის ბაზრის მიმართულებით და ვფიქრობ, რომ ასეც იქნება. ჩვენი მიზანი არის გაიზარდოს ჩაის პროდუქციის წარმოება. კიდევ ერთი სექტორი, რომელიც დახმარება სხვა მიმართულებებით ითხოვს მარცვლეულის წარმოებაა. მათთვის მთავარ გამოწვევად კვლავ მარცვლეულის რეალიზაციის ფასი რჩება. როგორც სექტორში განმარტავენ, სახელმწიფო მწარმოებელთა დასახმარებლად ხორბლის ხარისხიანი სადესლე მასალის შემოტანაში დახმარებასა და ტექნიკის თანადაფინანსებას გეგმავს. თუმცა დარგისთვის მთავარი პრობლემა ხორბლის დაბალი სარეალიზაციო ფასია, რომელიც რუსულ იმპორტს კონკურენციას ვერ უწევს. ყველაფერს მიეცემა აზრი, თუ კი ფერმერი გაყიდის იმაში, რომ პატარა მოგებაც ნახოს დღესდღეობით. მოგებაზე საუბარი არ არის, მაგალითისთვის შარშანამდე სიყოლა არის და 95 თეთრი ფორმალი და ეს არის 58-60. ასოციაციების ხელმძღვანელების განმარტებით სამინისტროსა და დარგობრივ ასოციაციებს შორის კონსულტაციები გრძელდება. განახლებული სახელმწიფო პროგრამების დეტალური პაკეტი კი სავარაუდოდ ერთ თვეში გახდება ცნობილი. აგროსექტორში იმედოვნებენ, რომ სახელმწიფო მათ მიერ წარდგენილ სპეციფიკურ საჭიროებებსა და რისკებს გაითვალისწინებს. ბაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვითაც ღვინის კომპანიებს ეტიკეტზე ეგრეთ წოდებული ნიშანდების დატანა სავალდებულო წესით მოუწევთ. ნიშანდება იქნება ფასიანი და მას ღვინის ეროვნული სააგენტო გასცემს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მომზადებული პროექტით ალკოჰოლიანი სასმელის ნიშანდების სავარაუდო ღირებულება ერთ ბოთლზე 10 თეთრი იქნება. ალკოჰოლიანი სასმელების რეალიზაციის წინაწლების მაჩვენებლის გათვალისწინებით შედეგად ღვინის ეროვნული სააგენტოს შემოსავალი დაახლოებით 14-15 მილიონი ლარით გაიზრდება. დამატებით 375,000 ლარის მობილიზება გახდება შესაძლებელი ღვინის ორგანოლეპტიკური შემოწმებიდანაც, რადგანაც ნიშანდებასთან ერთად გაფართოვდება იმ პროდუქციის შემონათვალიც, რომელიც სავალდებულო დეგუსტაციას დაექვემდებარება. სპეციალისტებში განსაკუთრებულ კითხვებს ღვინის სექტორისთვის ნიშანდების გადასახადის შემოღება აჩენს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი უფროსი ამბობს, რომ მოსალოდნელ ეფექტთან შედარებით ბოთლზე 10 თეთრი საკმაოდ ძვირი თანხა. თუ 10 თეთრი მხოლოდ იმისთვის არის, რომ ნიშანდება იყოს ეტიკეტზე, ეს არის გაცილებით იმაზე ძვირი, ვიდრე ამას ეფექტი ექნება. ზოგადად რატომ იყოს ფასი? ანუ სავარაუდოდ ეს თანხა სხვა რაღაც მომსახურების თანხა იქნება და არა ნიშანდების, იმიტომ რომ ნიშანდება წესით
ყველა შეუძლია QR კოდი დაიტანოს. დღეს ქართული კომპანიები QR კოდის დატანას ახდენენ, როცა ევროკავშირში გააქვთ ექსპორტზე და არანაირი ხარ ეს დამატებითი ხარჯი არის მხოლოდ ბეჭვდის ხარჯი. ასე რომ ეს გადასახადი არ არის ნიშანდების, ეს არის გადასახადი, რომელიც უნდა რომ სახელმწიფომ აიღოს კერძო სექტორით. არის თქვა ქვეყნები, სადაც თქვა რაღაც გარკვეულ ხარისხის ნიშანზე გადასახადი არის დაწესებული გარკვეულ ადგილწარმოშობის დასახელებებზე, თუმცა ეს თანხა ხმარდება მარკეტინგს, ზოგ შემთხვევაში ხმარდება დაცვას ბაზარზე, ფალსიფიკაციის დაცვას, განდაცვას და ასე შემდეგ. საქართველოს ანუ ღვინის ეროვნულ სააგენტოს შემთხვევაში რა იქნება მიზანი, ამას ალბათ დამატებით იტყვიან. ყოველ შემთხვევაში 10 თეთრის გადასახადი იმდენად დიდი თანხა გამოდის, თვითონ პოცე 10 თეთრის გადახდა, რომ ამის სანაცვლოდ რაღაცა უნდა მიიღოს ღვინის კომპანიებმა. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით დაანონსებულმა ცვლილებებმა ხელი უნდა შეუწყოს ქართული ღვინის ხარისხის და რეპუტაციის შენარჩუნებას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. კერძო სექტორში კი მიაჩნიათ, რომ ბიზნესისთვის ნიშანდების გადასახადის დაკისრებას ღვინის ხარისხთან კავშირი არ აქვს და ეს ჩვეულებრივი ბეგარაა. ჩავთვალოთ, რომ ეს არის ბეგარა რა რეალურად. ეს არის შემოღებული გადასახადი, როგორც საშემოსავლო ზრდით, დღეს ვიხდით და სხვა გადასახადებს, ესე იგი ღვინის სექტორს ეკრება ეს გადასახადი რა, ავტომატურ რეჟიმში რა და აქედან გამომდინარე, არ ვიცი, ხა ეს დასამსახურება, არ ვიცი, ბიუჯეტს გასაჭირი აქვს და რაღაც დამატებითი არასაბიუჯეტო შემოსავლები ჭირდებათ, მაშინ თქვა პირდაპირ გაუგებარია რა მიზნით არის ეს შემოღებული, იმიტომ რომ ეს არც ხარისხზე მოახდენს გავლენას, ეს არ მოახდენს არც რაღაცა ექსპორტის გაზრდაზე გავლენას, არც შიდა რეალიზაციის გაზრდას არ ვიცი, ეს რეალურად დასამსახურება გაუგებარია. თვლი რომ ეს არის რაღაც აქციზისკენ დაბრუნება, რომელიც თავის დროზე გაუქმდა, ანუ ნიშანდება, ანუ ფაქტიურად არის აქციზის შემოღება. პირველი რომ ამის ნიშანდება, ხო ნიშანდება არ არის 10 თეთრია თუ რაც გადასახადი. ამას გარდა ამას მოყვება მთელი რიგი ტექნიკური დანახარჯები. სიახლეა ისიც, რომ ღვინის კომპანიებისთვის მცირე ზომის მარნის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმი 40,000 ლიტრი ღვინის წარმოებიდან მცირდება 25,000 litrამდე. შესაბამისად, ასეთ კომპანიებზე აღარ გავრცელდება მცირე ზომის მარნებისთვის დადგენილი შეღავათები და სერტიფიცირების მისაღებად საჭირო იქნება ორგანოლეპტიკური შემოწმების ჩატარება. ცვლილებების შედეგად მცირე მარნის სტატუსს და შეღავათებს დაახლოებით 50-მდე ღვინის კომპანია დაკარგავს. კერძო სექტორში მიაჩნიათ, რომ წარმოდგენილი ცვლილებები განსაკუთრებით ტკივნეული მცირე ზომის მარნებისთვის შეიძლება იყოს. ნიშანდების გადასახადის დაკისრება კი ბუნებრივია ბიზნეს ხარჯს გაუძრდის, რაც პროდუქციის ღირებულებაზე იმოქმედებს. კომპანიას გაუძვირებს პროდუქციას, შესაბამისად ეს აისახება შემდეგ ღვინის გაძვირებაში, ანუ ბოთლს თუ ყიდდა მაგალითად კომპანია 25 ლარად, იძულებული იქნება, რომ ეს ტარიფი 1%-ზე უამატოს, რაც მოხმარებლის ჯიბეზე აისახება. ეს დამატებით შემოსავალი, რომელსაც ღვინის სააგენტო მიიღებს, ამ თანხების მიმართულება მნიშვნელოვანი ფაქტორია, მოხდეს კონსულტაცია სექტორთან, შეჯამება და სწორი მიმართულებით დაიხარჯოს და ჩემი აზრით პირადად უნდა მოხმარდეს ისევ და ისევ, რა თქმა უნდა, მევენახეობის ხარისხის გაუმჯობესებას და ქართული ღვინის პოპულარიზაცია საერთაშორისო ბაზარზე. კანონპროექტის მიხედვით ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციო ღვინის ორგანოლეპტიკური შემოწმების ვალდებულება ჯამში 520-მდე ღვინის კომპანიას, ნიშანდების კი 900-მდე ღვინის კომპანიას ექნება. სარეალიზაციოდ განკუთვნილი სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმელის ნიშანდების საფასურის განსაზღვრისთვის დრო საქართველოს მთავრობას 2027 წლის 1 თებერვლამდე აქვს.